იავუზი. ძველი საიდუმლო. დეიდა აიშე? საჭმელი მოგიმზადე. იმედი მაქვს მოგეწონება. პური არ მოგიტანია? მაპატიაშვილო, დამავიწყდა. არა უშავს. მივრიანი პური უნდა მომემზადებინა, მაგრამ სხვა დროს იყოს. დღევანდელ მენიუში კი მაკარონი გვაქვს. გემრიელი соусით. საათიც მომამზადე. შენს გემრიელ საჭმელებს ვერ შეედრება, მაგრამ მაინც შევეცადე. სამომავლოდ შენგან ბევრ ამას ვისწავლე. რაც არ უნდა იყოს ერთად ხომ დიდ დროს გავატარებთ, არა? გმადლობ შვილო. 5 წუთი მომეცი, უცებ დავბრუნდები. კარგი, კარგი, არის ჩქარო. соуსი ჯერ არ მომიმზადებია. დავასრულებ და დაგიძახებ, კარგი? კუდრეთ. გისმენდა იდა აიშე. გმადლობ. რას ამბობდა იდა აიშე? იმ ხელას სიკეთე გამიკეთე, რომ მასთან შედარებით ეს არაფერია. იცით, სიჩქარეში საღამურის ჩადება დამავიწყდა. მეც დამავიწყდა. ნერვიულობთ, უკვე ჩავდე. რა გჭირთ? ოპერაციას მე ვიკეთებ თუ თქვენ? პანიკაში ნუხართ. მართალი ხარ. ოპერაციაზე ფიქრმა ჭკუიდან გადამიყვანა. ნერვიულობთ. კომპეტენტური და გამოცდილი ექიმია. არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. არი დარდოთ. ჩეთინ. არ მიწყინა თავს, სუსტად ვგრძნობ. მოვძლიერდები და საავადმყოფოში მერე მოვალ. ვიცოლა, არა უშავს, რა პრობლემაა? აბა შენიცი, წარმატებას გისურვებ. მადლობ. ღმერთო დამეხმარე. ნუ თუ სხვა გზა არ არსებობს. დეიდა აიშე, ყველაფერი მზადაა. სუფრასთან გელოდები. ჩეთინის მომავალი ჩემს ხელშია. თუ კუდრეთი აქედან არ წავა, სამუდამოდ ხეიბრად დარჩება. ჩეთინს ასე ვერ გავწირა. ამ ბოროტებას ვერ გავუკეთებ. მაპატიე კუდრეთ. იმედი მაქვს ერთ დღეს მაპატიებ. ძალიან მინდოდა რომ გემრიელი გამოსულიყო. იმედი მაქვს მოგეწონება. რა მოხდა? არ მოგეწონა? ვიცი რომ ვიზუალურად არც ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ გავსინჯე და გემრიელია. როგორ შეიძლება შენი მომზადებული არ მომეწონა შვილო? ძალიან შეწუხდი. გმადლობ. შეგერგოს. მინდი გასინჯე და მითხარი როგორი გამომივიდა. გემრიელია? დეიდა აიშე. რატომ ტირე? რამე შემეშალა? გაწყენინე? არა შვილო. შენ კი არა მე შემეშალა. როგორ? დეიდა აიშე, დილიდან უცნაურად იქცევი. რა მოხდა? მაპატიე შვილო.
არ მინდოდა ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ამ სახლში ვეღარ დარჩები. უნდა წახვიდე. დიახ. თქვენი ფეხის მდგომარეობა არც ისე ცუდია. როგორც ვარაუდობდი, ოპერაციის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდებით. მადლობა ღმერთს, ეს დღეც დადგა. ჩვენი ლოცვა შეისმინა. ყველაფერი კარგად იქნება, ძმაო. უნდა გკვირდი, ყველაფერი ძველებურად იქნება მეთქი. პირობას ყოველთვის ვასრულებ. ოპერაციის შემდეგ კოჭლი აღარ ვიქნები. პლატინას ძვალში დავტოვებთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივად გადაადგილებაში ხელს არ შეგისლით. დღეს პალატაში დარჩებით. ხვალ კი ოპერაციას ჩავატარებთ. Biz sizin diğer tahlillerinizde bu gece yapıp ყველაფერი კარგად იქნება. değerleriniz არ ინერვიულოთ. uygun yarın akşam ameliyata alırız sizi. ეკიმო, ბიძია თამაშის დროს ჩემს ხელში აყვანა შეძლებს? რა თქმა უნდა შევძლებ. აქეთ იქით გაფრენ. თვით ფრინავივით იქნები. რა მაგარია. ჩემი ძლიერი ბიძია. რას ამბობდე იდა აიშე? ამ სახლში ვეღარ დარჩები, შვილო. აქაურობას არ ეკუთვნი. დიდხანს მაინც ვერ გაძლებ. ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი იქნება თუ წახვალ. რატომ? ასე უცებ რა შეიცვალა? დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ასე აჯობებს. აქ შენი ადგილი არ არის. სახლში დაბრუნდი. დედა შენი ძალიან განიცდის, რომ მასთან არ ხარ. უფლება არ გვაქვს ასე მოვექცეთ. არ მჯერა. არ მჯერა დეიდა აიშე. იმედი გამისროე. როგორ გენდობოდი? დედა შენი სახლში გელოდება, შვილო. თავისუფლებას ვერ მივცე მაგ გაგაჩერო. ხვდები რამ ხელა შეცდომა დავუშვი. დედა შვილს შორის რომ ჩავდექი. დედა ჩემი. ახლა გასაგებია. დედა ჩემი აგირია გონება არა? მითხარი რამდენად გამყიდე? რამდენად? რას ამბობ, შვილო? რას ნიშნავს გაგყიდე? ჯანდაბა. ყველა ერთნაირები ხართ. არ ჩემი ბედნიერება გაინტერესებთ და არაფერი. შეცდომა დავუშვი რომ გენდე. დღეს შენი ნამდვილი სახე დავინახე დეიდა აიშე. კუდრეთ. შვილო. მაპატია, შვილო. ამას შენი ძმის გულისთვის ვაკეთებ. მაპატია, შვილო. სასადილოდან რამე ხომ არ გინდა, ძმაო? მითხარი და ახლავე მოგიტან. არა დაო, გმადლობა, არ მშია. საღამომშვიდობისა. როგორ ხარ ჩეთინ? კარგად გმადლობ. კარგად უნდა იყო. მალე გამოჯანმრთელდები. ფეხზე დამოუკიდებლად გაივლი. ბიძიას უნდა უმადლოდე. მისი წყალობით გამოჯანმრთელდები. აბა რა ჩეთინ? შენს უკან ხომ დიდებული თურგუთ ფოირაზი დგას. ყველაფერში დაგეხმარება, მაგრამ იცოდე უფლის იმედი უნდა გქონდეს. ბიძა შენი სამუდამოდ შენ გვერდით არ იქნება. ჩემი ძმის შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მათი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა. გმადლობ, ბიძია. დაიღლებოდი. ეს მასთან ერთად სახლში წადი. ჩეთინთან მე დავრჩები. შეგიძლიათ დილით მოხვიდეთ. მეც დავრჩები. მიქნებ რამე დაგჭირდეთ. არ არის საჭირო. დურუ წაიყვანე და წადი. კარგი, აბა შენიცი. მალე გამოჯანმრთელდი. მეგონა რომ რამდენიმე დღით მარტო ყოფნა სჭირდებოდა და მალე სახლში დაბრუნდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო. იცი ყველაზე მეტად რას ამწყდება გული? ეს ამბავი მისგან კი არა, ადვოკატისგან გავიგე. ჩემი ნახვაც კი აღარ უნდა. ღმერთო ჩემო, მელდა.
როგორც ჩანს, ბურაკი არ გიმსახურებს. იქნება საუკეთესიც იყოს. ურთიერთობაში რაღაც პრობლემები გქონდა. მაგრამ მეგონა რომ როგორმე დავძლევდით. ვერ ვიფიქრებდი თუ ასე მარტივად მიმატოვებდა. მეგონა ვუყვარდი. ჩემო ძვირფასო. ნუ ნერვიულობ. ბურაკის გამოცრემლების ზღვრა არ ღირს. დამიჯერე. ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ ბურაკს კომპლექსები აქვს. ეს შენც კარგად იცი, მელდა. არ მესმის ამდენ ხანს როგორ გაუძელი. ჯერ შენს ავშეხედე, მერე მას. კარიერა გაქვს, ფული გაქვს. ეგონა მასწავლებლის ხელფასით დაგეხმარებოდა? შენს წრესთან ახლოსაც ვერ მოვა. სიმართლე გითხრა გამიკვირდა, აქამდე რომ არ დაშორდით. როგორ? ფიქრობ, რომ ჩვენს ურთიერთობას გაგრძელება არ ექნება? მელდა, ნუ დირი. დამშვიდდი. ჩემო საბრალო გოგო. რაკენი, ჩემი შვილი სახლში გამოუშვი, ქუდრეთი მოდის? რაც გინდოდა ის მიიღე ზუხალ. ქუდრეთი გზაშია. ჩემთან აღარასდროს დაბრუნდება. ხომ გითხარი მის დარწმუნებას შეძლებ მეთქი? პირობაც შეასრულე. გმადლობ ჩინარ. შენ გამო ქუდრეთს ზურგი ვაქცია. ახლა მას ვძულ ვარ. ჩეთინის გამო. ქუდრეთი გავწირა. არ ინერვიულო. ჩეთინს ოპერაცია ჩაუტარდება. კიდევ ერთ რამეს დამპირდი. ხომ არ დაგავიწყდა? ბარგი ჩაალაგე და სტამბოლიდან წადი. არ დამფიწყებია. ჯერ ვნახავ, რომ ჩეთინი კარგადაა და მერე წავალ. არ ინერვიულო. ჩემი შვილი სახლში მოდის. ჩემი ქუდრეთი საკუთარ სახლში ბრუნდება. მადლობა ღმერთს. მოდი მე გაჭმევ. შეიძლება დაგეღვაროს. დაო. პრობლემა ფეხზე მაქვს. მადლობა ღმერთს ხელებზე არაფერი მჭერს. შეგახსენებ რომ 4 წლიდან საკუთარი ხელით ვჭამ. რა ვქნა ძმაო? ჩემს თვალში ისევ ის ბავშვი ხარ საფენებს რომ ვუცვლიდი. კუჩი რომ დამდევდა და დაიკოს რომ მეძახდა. დაო. შენ ჩვენთვის დედაც იყავი და დაც. თვითონაც პატარა იყავი, მაგრამ თოჯინები გვერდით გადადე და ჩვენზე ზრუნვა დაიწყე. ჩემი და ეს მას გამო ბავშვობა არ გქონია. რაც არ უნდა გავაკეთოთ ამ სიკეთეს ვერ გადაგიხდით. მაგრამ გეფიცები. ამიერიდან ხოლო ჩემი ბედნიერებისთვის ვიცხოვრობ. რასაც შევძლებ ყველაფერს გავაკეთებ. ოღონდ ბედნიერი იყო. შენც და ეს მათ ჩემთვის შვილები ვითხართ. როგორც დედები ულიან შვილებს უანგაროდ და მათგან არაფერს ელიან. მეც ასე ვარ თქვენთან. მხოლოდ ის მინდა რომ ბედნიერები იყოთ. ჩემთვის ესეც საკმარისი იქნება. ვიცი რომ მთელი გულით მოამზადე ჩემო ძვირფასო. მე კი სახლიდან ისე გაგაგდე, თვალიც არ დამიხამხამებია. ღმერთო, ქუდრეთი ამას როგორ მაპატიებს. ჩემმა ნათქვამმა გული ისე ატკინა, რომ შეიძლება ზედაც არ შემომხედოს. მეორედ გაჩუქე ჩემი შვილი ზუხალ. ჩემივე ხელით. ისევ უმწეოდ დამტოვე. როგორც მაშინ. ღმერთო.
გოდის გიხდი დეიდა, ხელცარიელი მოვედი. დეიდა აიშე, იცი მგონი ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი ესმის. პირობა დეიდა აიშე, ერთ დღეს სანაპიროზე გავისეირნებთ, კარგი? კარგი. პირობას შევასრულებ. მაპატიეშვილო, იმედია უფალი არ გამწირავს. თუ გინდა ტელევიზორს უყურე. დაო. მოდი, დაჯექი. რა მოხდა ჩეთი? დაჯექი. ნუ მაშინებ. საშიში არაფერია. უბრალოდ ლაპარაკი მინდა. დაიგო. დიდი იმედი ჩაგისახე. სახლს ვიქირავებ და ერთად ვიცხოვრებთ, მეთქი გითხარი. მინდოდა ჩემს დებზე მეზრუნა და ბიძიას ერთად აღარ დავწოლოდით. ესმა ოფისს გახსნიდა და იმუშავებდა. შენ კი ერჯუმენტისგან თავს დააღწევდი. ბევრი პირობა მოგეცი, მაგრამ ვერც ერთი ვერ შევასრულე. გოდის გიხდი და გთხოვ მაპატიე. გოდიში. გთხოვ გამიგედაო. არ მინდოდა ასე გამოსულიყო. ხვდები რას ამბობ ჩეთი? ჩვენ შენგან არაფერს ველით. თავს ტყუილადი დანაშაულებ. ძიმე ტვირთი კიდე მხრებსა. და მე ამაზე ნერვიულობ. არც მე და არც ესმა შენგან არაფერს ველით. მხოლოდ ის გვინდა რომ ბედნიერი იყო. შვიდად იყავი ძმაო. მინდა შენ სახელზე ღიმილს ვხედავდე. ვიცი, მაგრამ ჩემს თავზე უბრაზო. დანაპირები ვერ შეგისრულა. ამაზე არ იფიქრო. ჩვენი ერთად ყოფნა საკმარისი არ არის? მადლობა ღმერთს არაფერი გვიჭირს. სახლი და ფული მატერიალური ღირებულებაა. როგორც აქამდე ვცხოვრობდით, ამის მერეც ისე ვიცხოვრობთ. ჩეთი. მომისმინე? თუ ასეთ რამეს კიდე ვიტყვი, ცხარე წიწაკას გაჭმევ. ნუ მაიძულებ ასე მოგექცე. კარგი რა დაო, ასე ვერ გამიმეტებ. აბა გამომცადე და ნახავ როგორ კარგად გაგიმეტებ. მოდი მორჩეთ ამაზე ლაპარაკს. მინდა ერთ რამეს დამპირდე. მაგრამ ამ პირობას თუ არ შეასრულებ, ძალიან გავბრაზდები. რაც გინდა იმას გავაკეთებ დაო. მითხარი. ამიერიდან რაც არ უნდა მოხდეს. და რაც არ უნდა დაგემართოს. სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. ცხოვრებაზე ხელს ნუ ჩაიქნე. კარგი? იცოდე შუბლ შეკრული აღარ დაგინახო. კარგი დაო. პირდები. ამ სახლში ვერ დარჩები შვილო. აკაურობას არ ეკუთვნი. დიდხანს მაინც ვერ გაძლებ. ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი იქნება თუ წახვალ. ასე როგორ მომექეცი დეიდა აიშა. არ მითხარი რომ ეს სახლი შენია და რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩიო. ახლა რა შეიცვალა? რატომ გამომაგდე? გენდობოდი დეიდა აიშე. გული გადაგიშალე. ჩემი ტკივილი გაგიზიარე.
რატომ? რატომ მაიძულებ იმ სახლში დავბრუნდე? რატომ მიღალატე და იდააიშე? ასე რატომ მომეკეცი? რატომ? სათხარ აქამდე შვილო. უკვე სახლში უნდა იყო. ნუ თუ ისევ სადმე სხვაგან წახვედი. ჩინარმა სახლიდან გამოგაგდო. რატომ არ მოდიხარ იქ, სადაც შენი ადგილია? რატომ არ მოდიხარ, შვილო? რა ხდება? ექიმმა რა თქვა? ჩეთინი საფუძვლიანად გასინჯა. გითხრა რომ ოპერაცია უპრობლემოდ ჩატარდება. როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე. ბიჭი მალე გამოჯანმრთელდება. ვინ იცის რა ბედნიერია ახლა ჩეთინი? ავარიის გამო საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მაგრამ მართალი ხარ. ჩემი ძმა ბედნიერი უნდა იყოს, რომ არ დაგოჭილდება. სიხარულისგან უნდა ხტუნავდეს. რას ვიზამთ, შვილო? ამითაც მადლობელი უნდა ვიყოთ. ჩეთინი მარტო დარჩა? არა, არ ინერვიულო. მასთან სეჰერი დარჩა. რა კარგია. დარდობდი, მარტო ხომ არ იქნება მეთქი. რა ხდება თურქოთ? ასე რატომ მიყურებ? ოჩახ ზუჰალ, ერთ დღეში ფეხზე დადექი. ავად აღარ ხარ. რა თქმა უნდა, ავად აღარ ვარ. ჩემი შვილი ამაღამ სახლში დაბრუნდება. ჩემზე ბედნიერი ვინ უნდა იყოს? ამჯერად თუ არ მიპასუხებ, ძალიან გაუბრაზდები ქუდრეთ. ძულ ხარ. ამიერიდან ვერც დამინახავ და ვერ ჩემს ხმას გაიგონებ. მაიძულებ ასე მოგექცე დედა. ასე ნუ მეკცევი ქუდრეთ. ღვთის გულისათვის. ახლა სიჯიუტის დროა? ნომერი, რომელსაც უკავშირდებით, მიუწვდომელია. გამართო. დამშვიდდი ზუჰალ. ცუცი არ იფიქრო. ალბათ ტელეფონი გაეთიშა. ქუდრეთი კარგადაა, სახლში მალე მოვა. დამშვიდდი. ისევ ჩინართან დაბრუნდა? ჩინარმა ვერ მოითმინა და თავის სახლში დააბრუნა? ტელეფონს განზრახ არ პასუხობ, არა? ამას იმიტომ აკეთებ, რომ გული მატკინო. ისევ რაღაც ჩაიფიქრე. ქუდრეთი ნამდვილად ჩინარის სახლში დაბრუნდა. ტელეფონს ამიტომ არ პასუხობს. ოპერაციას ჩამიტარებენ და სწორად სიარულს ისევ შევძლებ. არ დაუკოჭლდები. ექიმმა ასე თქვა. ხოლ დიდი დღეა, როგორც ხვდები მღელვარების გამო ვერ ვიძინებ. მესიჯი მოგწერეს, ვინ არის? ჩეთინი. რას გწერს? ოპერაციას ჩამიტარებენ და სწორად სიარულს ისევ შევძლებ. არ დავკოჭლდები. ექიმმა ასე თქვა.
ხვალ დიდი დღეა, როგორც ხვდები, მღელვარების გამო ვერ ვიძინებ. უპასუხე, დემეთ. ბიჭი ოპერაციას იკეთებს. გაამხნევე მაინც. არ დაკოჭილდება, მეტი რა გინდა? ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. ხომ თქვი, რომ ბიძამისის კომპანიას ჩაიბარებს. ფული თავზე საყრელად ექნება. მიდი, მიწერე. მიდი, გაამხნევე. ბიძამისმა კომპანია რომ არ გადააბაროს, მერე რა უნდა ვქნა სიბელ? ცუდზე ნოიფიქრებ, დემეთ. კარგი. კარგი, მიწერე. ძალიან მიხარია. მეც აღელვებული ვარ. მაგრამ ახლა უნდა დაიძინო. ხვალ შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა. ვილოცებ შენთვის. გამემშვიდობისა ჯერფასო. ნუ მიყვირი, მე მამა შენი ვარ. შენი ადგილი იცოდე, რასაც გეტყვი იმას გააკეთებ. იმუშავებ და ვალს გადაიხდი. წადი, ამ სახლიდან მოშორდი. არ დაბრუნდე სანამ კაცად არ იქცევი. საკრედიტო ბარათები დაივიწყე. ამიერიდან მამა შენის პულს შენ შკუაზე ვეღარ გაფლანგავ. რაც გინდა ის გააკეთე. ამ სახლში ვერ დარჩები შვილო. აქაურობას არ ეკუთვნი. დიდხანს მაინც ვერ გაძლებ. ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი იქნება თუ წახვალ. გაჩვენებთ რა შემიძლია. ყველა სამაგიეროს გადაგიხდით. კუდრეთ. ეს ის არ არის, რაც შენ გგონია შვილო. ზუჰალისგან ფული არ ამიღია. ასეთ რამეს როგორ გავაკეთებდი? დამიჯერე. შენ სასიკეთოდ მოვიქეცი ასე შვილო. რატომ გამაგდე? რატომ მაიძულე დედაჩემთან დაუბრუნებულიყავი? იმ ყველაფრის შემდეგ რაც გული გადაგიშალე, ასე როგორ მომეკეცი? არიცი. არაფერი არიცი. სხვა გზა არ მქონდა. იძულებული ვიყავი, ასე მოქცეულიყავი. რატომ არ მეუბნები რას მიმალავდე იდაიშე? მითხარი რა უნდა ვიცოდე? მითხარი რას მიმალავ? სახლიდან რატომ გამაგდე? აქ დარჩენის უფლება რატომ არ მომეცი? მითხარი, მინდა რომ ყველაფერი ვიცოდე. ხმა მოიღე. ვიცი რომ არასდროს მაპატიებ, მაგრამ ამის მიუხედავად სიმართლეს გეტყვი. არა, ჩინარ. არ გაბედო. ეს არ გააკეთო. კუდრეთ. შენ ჩემი ჩემი შვილი ხარ. ღმერთო ნეტავრე ხდება. ჩინარ გააღე. კარი გააღე. ჩინარ კარი გააღე. ზუჰალ, ჩემი შვილი სად არის? კუდრეთ. კუდრეთ. ზუჰალ გაჩერდი. კუდრეთი აქ არ არის. ნუ მატყუებ. ვიცი რომ ჩემი შვილი აქ არის. მომატყუე არა? მომატყუე რომ კუდრეთი სახლში გამოუშვი. რას ამბობ ზუჰალ? კუდრეთი სახლში არ მოსულა? არა, არ მოსულა. ჩემი შვილი გაუჩინარდა, ჩინარ. როგორ თუ გაუჩინარდა? სახლში გამოვგზავნე.
არ ინერვიულო. იქნებ მეგობართან წავიდა. ჯიბეში ერთი ქურუშიც არ უდევს. მეგობართან როგორ წავიდოდა? მერტო. უკვე დიდი ხანია აქედან წავიდა. ჩემი შვილი გაუჩინარდა. სად წავიდა ჩინარ? სად გაქრა? ამხელა ბიჭი სად გაქრებოდა ზუჰალ? რა თქმა უნდა. იცი სადაც არის, ამიტომ ხარ მშვიდად არა? ქუდრეთი გადამალე რომ სახლში არ მოსულიყო. ასეა მითხარი? რას ამბობ ზუჰალ? ქუდრეთს რატომ გადავმალავდი? იმიტომ რომ უკან არ დაიხევ ჩინარ. ყველაფერს გააკეთებ იმისთვის რომ შვილი წამართვა. სად არის ჩემი შვილი? მითხარი სად გადამალე ქუდრეთი? გონს მოდი ზუჰალ. შენ გადამალე, მომატყუე. სად არის ქუდრეთი? ოთახში არა? ნუ სულელობ ზუჰალ. ქუდრეთს რატომ დავმალავდი? ქუდრეთ. სად არის ჩემი შვილი? სად არის? ჩემი შვილი სად არის? რაც მითხარი ის გავაკეთე. ქუდრეთის სახლიდან გავაგდე. გეფიცები არ ვიცი სად არის. სად უნდა წასულიყო? ჩემი შვილი ჩინარ. შენთან თუ არა სხვაგან სად უნდა წასულიყო? ზუჰალ. 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 ჩემი შვილი ქუჩაში ვერ გაძლებს. ვინც ის იქნებ რამე დაემართა. მერთმა დაიფაროს. თუ ძენ ვფიქრობ. თუ სახლში არ მოსულა მეგობართან წავიდოდა. შეგვიძლია მისი მეგობრების სახლში მივიდეთ და შევამოწმოთ. რომელიმე საოცილებლად ეცოდინება სად არის. შენი ბრალია. მას შემდეგ რაც აქ ჩამოხვედი ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. საკმარისია. შეწყვიტე ჩემი და დანაშაულება. ბოლოჯერ გეკითხები ჩინარ. მიპასუხე სად არის ჩემი შვილი? არ ვიცი. კარგი. რადგან შენთან ლაპარაკი არ ჭრის. მუქარაზე გადავალ. თუ ქუდრეთს არ იპოვიდა, სახლში არ დააბრუნებ. უცხოელი ექიმი ჩეთინს ოპერაციას არ გაუკეთებს. გასაგებია? თუ ქუდრეთი სახლში არ დაბრუნდება, ჩეთინის სიცოცხლის ბოლომდე ხეიბარი დარჩება. დავურეკო თუ არა? ძალიან გვიანია, მაგრამ ალო? დემეთ, მე ვარ. ნუ გეშენია. უბრალოდ დაძინებამდე შენი ხმის გაგონება მინდოდა. კარგი, კარგი. არაფერი თქვა. მამიდა არ გააღვიძა. უბრალოდ მომისმინე. დემეთ. ვიცი რომ გაწყენინე. მაგრამ ამიერიდან სასოწარკვეთას აღარ მივეცემი. მინდა რაც შეიძლება მალე გავიკეთო ოპერაცია და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდე. ჯერა რომ შენ და ჩემი ოჯახი მხარში დამიდგებით. იმედია ამიერიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. იმედია. ხვალ დაგირეკავ.
ნახვამდის. დაო შენ რა მისმენდი? ეს ნომერი ჩემთან არ გაგივა. ვიცი რომ მისმენდი. უკვე ვიძინებდი შენი ხმა რომ გავიგონე. დებს ყველაფერი ესმით არა? რას ამბობ ზუხალ? ამ ყველაფერთან ჩეთინს რა კავშირი აქვს? სინდისი არ გაქვს? ბიჭის მომავალი ამ ოპერაციაზეა დამოკიდებული. არც შენ მაინტერესებდა, არც ჩეთინი. თუ საჭირო იქნება მთელ ცხოვრებას ჩემ შვილს მივუძღვნი. მაგრამ თუ ის ჩემ გვერდით არ იქნება, შენი შვილიც ვერ გაიხარებს. მერთია მოწმე. ვფიცავ რომ არ ვიცი ქუდრეთი სად არის. შენი ბრალია ზუხალ. შვილს მყუდროება დაურღვია. ახლა კი მოდიხარ და პასუხს მე მთხოვ. შენს დასმულ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ლაპარაკს აზრი არ აქვს ზუხალ. ჩემი სათქმელი გითხარი. თუ არ გინდა რომ ჩეთინი მთელი ცხოვრება ხეიბარი დარჩეს, ჩემი შვილი იპოვე და სახლში დააბრუნე. ზუხალ. ზუხალ, კარგი თანახმა ვარ. ქუდრეთს ვიპოვე. მაგრამ ჩეთინს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. გვირდები შენ შვილს დაგიბრუნებ. ოღონდ ჩეთინს არ შეეხო.
ღმერთო, შვილებისგან შორს 20 წელი გავატარე. მაგრამ ერთხელაც არ გაუბრაზებულ ვარ შენზე. არ მიკითხავს ასე რატომ მომეკეცი. მოთმინებით გელოდი. მეგონა რომ შენი წყალობით ამ ჯოჯოხეთს თავს დავაღწევდი. ღმერთო, ნუ მაჩვენებ ჩემი შვილების ტკივილს. მაშინ როცა 20 წელი მათ ნახვას მნატრობდი. და როგორც იქნა, ეს დღეს დადგა. ჩემი კუდრეთი სახსალამათი მაპოვნინე. ჩემს ჩეთინს ოპერაცია ჩაუტარდეს. ჩემი ქალიშვილების სახეზე ღიმილი დამანახე. გევედრები ღმერთო. დაიცავი ჩემი შვილები. ყოველგვარ უბედურებას აარიდე ისინი. გაიღვიძე. ეს სასტუმრო არ არის. ჩემს ადგილასე ვხარ. ადექი. კარგი ძმა, ავდგები. დილა ადრიან გამაღვიძა. შია, ფული კი არ მაქვს. ახლა რა ვქნა? კუდრეთი იფიქრე. ფულს კურსელისგან ვისესხებ. ახლა კოლეჯში წავალ. მიპასუხე შვილო, გევედრები. აბონენტი, რომელსაც უკავშირდებით, მიუწვდომელია. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით. გისმენ ზუხალ. სად არის კუდრეთი ჩინარ? სახლში რატომ არ მოიყვანე? თელი ღამე ვეძებე. ყველგან ვეძებე ზუხალ. აღარ ვიცი სად წავიდე. გთხოვ, ნუ ჯიუტობ. ბავშვების სიცოცხლით ვაჭრობა არ შეიძლება. ჩეთინს ოპერაცია ჩაუტარდეს. მე ერთად მოვძებნოთ კუდრეთი. თუ კუდრეთს ავადმყოფოში არ მოიყვან, იცოდე რომ ჩეთინს ოპერაცია არ ჩაუტარდება. ზუხალ, გთხოვ, მომისმინე. შენი დრო იწურება ჩინარ. ჩემი შვილი იპოვე და მომიყვანე. ცხოვრებას მიმწარებ ჩინარ. ამიტომ ჩემგანაც იგივე სელოდე. თუ ჩემი შვილი ჩემთან არ იქნება, ყველა დანარჩენი წყალსაც წაუღია. მობრძანდით. ქალბატონო მელდა. ისევ თქვენ ხართ? უკაცრავად. გაუფრთხილებლად მოვედი. მაგრამ მინდა რომ ბოლოჯერ დაგელაპარაკოთ ქალბატონო მელდა. გისმენთ. დაბრძანდით. მომისმინეთ. შეიძლება განქორწინების საქმეზე მომუშავე ადვოკატისგან ეს სიტყვები გაგიკვირდეთ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ. სამწუხაროდ ხშირად ხვდები ამ ტიპის საქმეებს. მაგრამ მე მომხრევა, რომ ოჯახის ერთიანობა არ დაირღვეს. მით უმეტეს თუ ვხედავ, რომ წყვილი ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას ისევ განიცდის. თქვენმა სიტყვებმა ნამდვილად გამაკვირვა ბატონო ამერ. მაგრამ
არ მჯერა რომ მე და ჩემი ქმარი ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას განვიცდით. ასე რომ იყოს, ბურაკი განქორწინების თაობაზე არ მოგმართავდათ. მას სასამართლო სარჩელი არ შეუტანია. პირიქით, ბატონ ბურაკს ძალიან უყვარხართ. ასეც რომ იყოს, ჩემ წინ ახლა თქვენ კი არა ბურაკი იჯდებოდა. გთხოვთ, არ გინდათ. მე ყველაფერი ვიცი. Hiçbir şeyin არაფერი არ იცით, ქალბატონო მელდა. eğer farkında olsaydınız. რომ იცოდეთ თქვენს ქმარს ასე არ მოექცეოდით. Bakın გთხოვთ, მომისმინეთ. Burak Bey size ბატონი ბურაკი ცდილობს გითხრათ, რომ ქორწინების შენარჩუნება სურს. მაშინ გთხოვთ გადაეცით, რომ მისი მეთოდი არასწორია. Melda Hanım. ქალბატონო მელდა, ბატონი ბურაკი თქვენი ქორწინების გადარჩენას ცდილობს. გთხოვთ, უფლება მიეცით დაგელაპარაკოთ. უარს ნუეტყვით. დასაკვირველია თუ ამ ქორწინების გადარჩენა ისევე გსურთ, როგორც ბატონ ბურაკს. Bakın მომისმინეთ. Burak Bey ბატონი ბურაკი ამ საღამოს იმ რესტორანში დაგელოდებათ, სადაც ხშირად დადიოდით. თუ არ წახვალთ, bu evli değil. თქვენ იქნებით ის, ვინც ამ ქორწინებას დაასრულებს და არა ბატონი ბურაკი. Vaktiniz var. ბოდის გიხდით დრო რომ დაგაკარგვინეთ. ნახვამდის. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Geçti, unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda.